და აი როგორც იქნა მოვიდა რაჭის დროც საჩხერეში გავჩერდით ყავაზე ჩემ ჭუჭყენ მანქანა არ გამომიჩინებლა და გავუყვებით საჩხერიდან გადავალთ ძალიან ლამაზი გზა უღელტეხილზეც რაჭისკენ აბა ჩვენი ტრადიციული ამერიკანო ნამეტანი მეძინება ორმაგი დოზა ყავა და რედბული ნახე კიდე რა ვიპოვე Squid Game-ის ეს არის ეს ტასოს უნდა წაულო ორცხოვინო ესეც ონი და ონში არის ესეც საინტერესო ადგილი საოჯახო სასტუმრო რომელსაც ქვია მხატვრის სახლი და ძალიან აქებენ აქ გემრიელი საჭმელიაო ისეთი farm to table კონცეფციის არის ბოსტანიც აქვთ ადგილზე სადაც მოყავთ და როგორც ვიცი გემრიელადაც ამზადებენ თან ეს შედარებით ახალი შენობაა ეხა პირველი რაც შეგხვდა და იქით არის 200 წლიანი ოდა რომელიც სხვა სოფლიდან არის გადმოტანილი გუგეშაშვილების არის ეს სახლი მხატვრის სახლი და მხატვრის სახლი ტყუილად არ ქვია ხალხმა შეარქვა თან თურმე თავიდან სხვა სახელი ქონდა ქალბატონი ელენე არის მხატვარი და ბატონი თემური გუგეშაშვილი არის ხის ოსტატი და ორივე ერთად თუ არ ვწდები კიდე დავაზუსტებ ვიდეოში სამხატვრო სკოლაში ასწავლიან ბავშვებს საკმაოდ წარმატებული ბავშვები არიან როგორც უკვე მომიყვნენ უნის სამხატვრო სკოლის ბავშვები. ხო და დაგათვალიერებინებთ მათ ნამუშევრებს, მაგრამ მანამდე მოდი სამზარეულოს შევიდეთ და გაგაცნობთ ქალბატონ ლიას, რომელმაც უკვე აგვირჩია რა უნდა გაგვასინჯოს. ქალბატონო ლია. რა არის ეს რა აგვირჩიეთ რა უნდა გაგვასინჯოს? დღევანდელ კერძად აგირჩიეთ ბუღლავა. ბუღლავა მზადდება არის მცენარეული საკვები. ამ მცენარის სახელი ქვია თიორში. აი ესეთი მცენარეა, ველური ლილიის ჯგუფი არის. ესეთი ულამაზესი არის. მწვანე ახლა დამოსული იკრიფება, როგორც კი გაზაფხულდება, იმ წუთში ამოყრებს. როგორც კი თოვლი დათნება, იმ წუთში ამოყრებს ხოლმე თავს და აი მაშინათვე იკრიფება. ესე დავკრიფავთ, მოვიტანთ სახში და დავწნავთ მერე. ნახე როგორ დაწნულია. ჩვეულებრივად ჩამოწნული არის. დააშრობთ. და ვაშრობთ. ეხლა რომ გავსინჯო რამე გემო აქვს, სუნი არ აქვს. ჩვეულებრივი გემო აქვს. ხო, არ შებოლილი ბალახივით გემო აქვს. გამხმართ საერთოდ ასეთ. აი ამ ჩვენს ბუღლავას ეხლა დავჭრით. არის ძალიან გემრიელი, ძალიან კარგი საკვები, განსაკუთრებით ზამთრის საკვები არის, გარეთ ხო კარგად თოვს. შიგნით ღუმელი რო ღუღუნებს, ზემოდან ვიჩინა რო გაქვს და ხარშავ, კარგი მჭადი უხდება ამას დუხოვკაში გამომცხარი უცხი მოჭადი გენაცვალე. კარგ ჭადელს რო ჩააპიცკინებ, წითლას რო დაწიწკინდებიან. რა შობია ბუღლავის მირთმევას, არც არაფერი. აუ ეხა როგორ მოყვა ისი დოჩანაშვილს რო აქ ხინკალს რო აღწერს და ბოლოში რო წერია მივხვდი რომ ისეთი ბითური ხარ როგორც აქამდე იყავი ეხა ნერვები ვაყლავინეთ ჩვენ მოყურებელს აბა რა დავტავეთ გაღიმებულები მე კი გავსინჯა რა თქმა უნდა აი ასე ზუსტად ესე არის ბევრს მოუნდება ეს ძალიან ძირძველი კერძი არის არ ვიცი სხვაგან თუ მზადება ვერ გეტყვით სხვა რაიონებსა და რეგიონებში რაჭაში ზემო და ქვემო რაჭაში ნამდვილად ვიცი რომ მზადება და დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი ამზადებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ უკვე ნელა-ნელა დავიწყებას მიეცემა. ალბათ მალე ეს კერძით სამწუხაროდ, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობაში უკვე ძალიან ხო, მაგრამ პირიქით, ახალგაზრდებმა რაღაც ძალიან დაიწყეს საყარელო თუ დღეში არ წახვედი, თუ ვერ იცანი რა არის და ვერ მოიტანე, ესე ხო ვერ გააკეთებ, ისე რომ აი ესენი უბრალოდ გამოსადეგია მისთვის რომ დაწნა
ღეროები მაგარი არის იჭმევა. რაჭაში აი ზამთარში მაგალითად გაგვიჭირდა დაგეგმოდა ამოსვლა, იმიტომ რომ ბევრი ადგილი იხურება. აღმოჩნდა რომ ხატრის სახლი არ იხურება, იმიტომ რომ ხო, მოთხილამურეები რჩებიან ხოლმე ფრირაიდი. კი ბატონო, და ისედაც ბევრი სტუმრები ყავს, არა მარტო მოთხილამურეები. ჩვენთან ერთხელ თურმე მოსულა მეორეც მესამეც და მე-10-ს და რა ვიცი 12 წელი აქ ვარ და 12 წელი დადის უმეტესობა თითქმის ის ადამიანები ვინც პირველად ყავდა სტუმრად. რა კარგია და თან კარგი ტურისტები. ხო, თან კარგები. მეზობლები არა ნაკლებად. დიახ, ძალიან კარგი სტუმრები ყავს. სხვათა შორის ბატონმა თემურმა მითხრა რომ რუსებსაც უმასპინძლობთ, რა თქმა უნდა, უბრალოდ უნდა თქვანო, რომ რუსეთის ოკუპაციაა. მაგას თუ იტყვიან, სიამოვნებით უმასპინძლობთ. ამას სულ ოდნავ 2 წუთი გაუნდა. ამასობაში ჩვენი წყალი დუხს. ახლა ამ წყალში უნდა ჩავყაროთ ტყემლის წყლაპი. ბუღლავის მთავარი საკაზმი არის ტყემლის წყლაპი და ნიორი. მეტი მაგას არაფერი არ ჭირდება, არც ცხიმი სჭირდება, არც მწვანილი სჭირდება, არც არაფერი. მხოლოდ და მხოლოდ ტყემლის წყლაპი. კარგ სიმჟავეს მისცემს. ხო, მაგარი არის. განსაკუთრებით თუ ნაპახმელიები ხარ, არაფერი შოვია მაგას ჭამს. რა დროს არ ვარ. რა დროს არ ვარ. აი ნახე, ასე. დავთ ნელა დავხევ, ასე პატარ-პატარა კუბებად შეხეზე. ესე ჩავყრე. ეს ახლა გაილაბება, ცოტას მოვა, მოიხარშ, მოითუშება. როგორც გითხარით, რომ შემოვედი, მხატვრის სახლი ტყუილად არ ქვია ამ ადგილს და აქ არის პატარა გალერეა. ძალიან საინტერესო ოთახია, ოთახი კი არა, მე მუზეუმს უფრო დავარქმევდი. გამოფენილია ქალბატონი ელენეს ნახატები, ბატონი თემურის შემოქმედება ხელზე. ეს არის საკარცხული, რომელშიც ჯდებოდა ოჯახის უფროსი. სხვას არ ქონდა აქ ჩაჯდომის უფლება და ბატონი თემური ყვება, ბავშვობაში ერთი სული გქონდა, ჩუმად ჩამსხდარიყავითო და მაგითო გსჯიდნენ კიდეცო. და ეს არის სამფეხა სკამია, ქართული სამფეხა სავარძელი. და ნახე, როგორი დიზაინი აქვს გაკეთებული, ოქროს საწმისის სიმბოლოა. ეს აქ არის ძალიან საინტერესო ამბავი, პატარა მუზეუმი გაქვთ ბატონო თემურ. ეს არის ლოკოკინა. ლოკოკინა, ხო, ამონიტებს ეძახიან ამებს. ამათი ასაკი არის დაახლოებით 50 მილიონი წელი არის. საიდან არის ეს როგორ? ყველაფერი არის ადგილზე მოპოვებული. ზემორაჭის მთებშია მოპოვებული. იმაში ქვაშია ეს ჩასმული და ქვაში მოგვინახა, ცნობილი ადამიანები რო გარდაიცვლებიან სახის ნიღაბს ხოვუყებენ. ეს ბუნებამ გააკეთა და გვიტოვა. სასწაული, ძალიან მაგარია. ამაზე გავგიშდი, ეს ხოჭო. ნიჟარა. ნიჟარა. ხოჭოს ადგილი. აი ეს არის ხოჭო. აი ეს არის ხოჭო. ამას ტრილობით ეძახიან. რას ეძახიან? ხოჭო. ძალიან მაგარია. ეს ამის წინაპარი არის. ეს ადგილები იცით, სადაც შეიძლება იყოს და მე ხვდებით, რომ ის ვიცი დაახლოებით ადგილებში შეიძლება მოძებნო ესეთი რაღაცეები. კიდე ეს ბრინჯაოს ხანა არის. განსაკუთრებული ხარისხიანი ბრინჯაო მზადდებოდა რაჭაში, იმიტომ რომ კალის მაგერად მოიხმარდნენ ანთიმონს. და ცნობილია ბრილის ნაქალაქარი გათხრების შედეგად ძალიან სასწაული ის არის ნაპოვნი ბევრი რაღაცეები, ეგვიპტური ხოჭოებია ნაპოვნი ბრილის ნაქალაქარში. ცენტრალურ მუზეუმშია წაღებული. ეგ რა რის მანიშნებელია ეგვიპტური ხოჭოების? ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი ჰქონდათ ეგვიპტესთან ჰქონდათ რა ცივილიზაციასთან ჰქონდათ კავშირი ჩვენს წინაპრებს. და მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ თორე ეს შემთხვევით ეგვიპტესთან ხოჭოებს არ შეუკვეთავდნენ დასამზადებლად, ხო თუ არ იყვნენ და აგერ ეთყობა ნამუშევროსოს საკმაოდ კარგი სპეციალისტები იყვნენ. ეს ბროლის მთაც არის ხო? კი, საბროლეთის მთა, ესე ქვია. საბროლეთი.
ძალიან მაგარი ნივთები გაქვთ. ეს არის ზარდახშა. ხო, გადაიღელოშა და მე ესეც ვეჩვენოთ. ზარდახშა. ქართული ზარდახშა, რომელსაც პეტლები არ აქვს, ესე იგი ანჯამები. ანჯამები არ აქვს ესეთი მექანიზმი. ეს ახალია თქვენი გაკეთებული და აქ არის ნახე 200 წლის რამე. ესეთი საუკუნოვანი მაინც არის. მასე დავიხებ. ეს როტები გამომჩნდეს. სასწაული ნივთები გაქვთ შეგროვებული. ეს არის თხილამურები ზამთარში სასიარულოდ არ ეცალათ. თოვლზე სასიარულოდ არა, თოვლზე სასიარულოდ. სასიარულოდ არ ეცალათ. ეს არის უკვე ყინულზე სასიარულოდ, სანადიროდ იმას რომ მიდონ წრიაბები. და ეს არის უკვე მთაში სასიარულო. ესე იგი თოვლი არ არის აუცილებელი, ბალახიც კი ნამიანი რო არის, ფეხს ვერ მოიკიდებს ქალამანი და უკვე ეს არის შიპებიანი ქალამანი. ნახე ხო. მოჭიდება. მოჭიდება რო აქვს და ამითი არ გინდა მთაში სიარული. რატომ? ლაშა, შენ კიდე ორი ნაბიჯის გადადგმა გეზარება. ხო, იცი სადი თიფებოდა? აი დიდი მთები რო ჩანს. აი იქ რადიოდა ჩემი წინაპრები იქა თიფავდნენ. ფერდზე თან. ხო, და იქიდან ეძებდნენ ბარგებით რა, ბარგები ერქვა იმას. ეს არის ამირის გუთანი, ამირი გაუტეხილი მიწის, ეს ჩვეულებრივი გუთანი არის უკვე დასამუშავებელი მიწის. ის ხო? ხო. აქეთ არის ეჟვანი. ზროხი. ბატონო თემურ, ერთი ბობოს შეშის მიტანის ამბავი ვაჩვენოთ, გეხვეწერ. მაშინ იქ ავიდეთ ჩვენ, აივანზე დავიდეთ. ბობო, ჩემი გოგო, შეშა წამოიღე, შეშა. მიდი ჩემი გოგო, შეშა მოიტანე. ჩემი კარგი გოგო, მოდი ბობო, შეშა მოიტანე. ყოჩაღ, ბობო, ყოჩაღ. მოდი ჩემი გოგო, მოდი. მის ვარ მჯერა, შეიტანა შეშა. როგორი საყელური აქვს ლამაზი. ერთ-ერთმა ამერიკელმა სტუმარმა გამოუგზავნაო. ყოჩაღ, ბობო, ყოჩაღ, მადლობა, მადლობა. რო გაგვიკეთე შეშა. მიფიანი არის უდიდესი. ვინაიდან და რადგანაც ქალბატონმა ლიამ თქვა რომ ლობიანია, ულორო უნდა იყოსო. მოდი არ გამოგაჩენთ კადრში. ეს რა არის? ბადრიჯანი ბროწეულის წვენი. რა საინტერესოა. კარგი, მადლობა. ჯერ გავსინჯავ ულორო ლობიანს. Καλά. გემრიელია. ლობიოა ძალიან გემრიელი თვითონ ცალკე ლობიოც და ცომია თხელი და კნაწუნა. ღუმელზე გააკეთა ხო? ხო, სვანურფიც რა იძახი. ხო. ცეცხლის გემო აქვს. ყველაფერს ამაზე ვაკეთებ. გაზის თავი მე არ მაქვს. ძალიან გემრიელია. მიყვარს ბევრი ლობიო როა შიგნით და რა ვქნა. აი გაძეძგილია და ლობიო იგრძნობა. ისეთი ლობიანი არ მიყვარს რომ ლობიო რო არ იძებნება შიგნით. ორენ სანგემრიელია. უფრო მარილიანია და ბლორიც იგრძნობა. შებოლვის გემო აქვს რა. თან ძაფრად აქვს შებოლვის გემო. არ ვიცი რომელი მირჩევნია. ლორიანიც ძალიან კაია. ესეც მომეწონა. ლობიო ლორით არისო?
რაჭულია ნახტია და ეს მე მოიგონეს საწყობები. კაი, მაშინ რადგან მე მოიგონეს, მე ვიქნები აქ ნამდვილი რაჭველი და ულოროლობიას მივაწოვი. შქამერული, მათ სანამ შეგრილდება შქმერული, ბადრიჯანი გავსინჯოთ ბროწეულით და დიას მჭადიც გავუსინჯოთ. ეს რა ღვინოა? ეს არის საფერავი და აქაური უძენი კიდევ შერეული. აჰა, კაი, ნადლობა. კანაწუნი გაუდის. კაია. ახლა მოვყვები. ჭადი არის უკნაწუნესი თვითონ. გარედან ძალიან კნაწუნა და გემრიელია და შიგნით ისეთი შედარებით ფუმფულა და ბადრიჯანია. ეს წვენი ბადრიჯანს აძლევს ცოტა მომჟაო გემოს და თან მოტკბო გემოს და აი ძალიან გემრიელი აქედან რომ ერწყმე გამოგეყოფა ეგეთი. აუ ვაიმე, რამდენი რამე მოიწანეთ ბატონო. ბუღლავა ესეთი წვნიანი გამოდის. კი ბატონო. ეს ჩვენი ყვავილოვანი მინდა რომ დააგემოვნო. ეს ჩვენი ქათმის სალათი, ესეც მინდა რომ დააგემოვნო. ეს ბადრიჯანი ნიგოში და აუცილებლად უნდა დააგემოვნო. ამ ბადრიჯანზე გავგიშდი. ხო, ამაზეც გაგიშდი. ეს თქვენი მოფიქრებულია თუ თქვენი მოფიქრებული? ეს ლორი არის გენაცვალე. შეხედე რა მაგარია? ორი. კაი, რაღაცა არასწორი განლაგებით აქვს დაწყობილი. კარგი განლაგებაა, კარგი. ეხლა მივყვები. ეხლა მოვიდან კონსერტს დაიჭერეთ. ძალიან უცხო გემო აქვს. ბადრიჯანი ესე მომზადებული არ მიჭამია და კარგია. საინტერესოა, თან თავის მოფიქრებული ყოფილა. კაი, მოდი, რადგან რაჭაში ვართ, ლორზე დავკონცენტრირდები ახლა და გავსინჯოთ ლორი. ცოტა რთულად იღეჭება, ალბათ ეგეთი უნდა იყოს გამოყვანილი ხორცი. ლობიაში უფრო კაი იქნება. და ლობიანსაც უხდება და მადლობა. აგენაცვალე, ეს არის ჩვენი ბუღლავა, ნახე? ბუღლავა. ჯერ არომატია ისეთი. აბატონო, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ეს. ესეც აუცილებლად გასინჯე, ასევე გემრიელესია. ყველაფერი დააგემოვნე. ბადრიჯანი არის ტოპ. ხო. გადავდივარ ბუღლავას. მაგრესი არის. მე ვიზუალი ბუღლავას მაინც და მაინც. მადლობა. მაინც და მაინც მომხიბვლელი არ აქვს და გავსინჯოთ. ხო, გარეგნოთ არა. ძალიან უცხო გემო აქვს. ეს ალბათ უნდა მოხვიდე და გასინჯო. არ ვიცი რას გავს. სიმჟავე იგრძნობა და უხდება. აი ეს რაღაცა მცენარის გემო იგრძნობა. ვერ ვიტყვი რომ მომენატრება, მაგრამ გასინჯვა დღირს. მაშა მაინტერესებს შენი აზრიც ძალიან თან ბუღლავაზე. გავსინჯოთ შქამერული. ძალიან კაია. ერწყობა რომ სოფლის ქათამია, იმიტომ რომ რაღაცნაირი არომატულია. თუ სოფლის ქათამი არ არის, მაშინ წვენია ძალიან კაი. ახლა ნახე რას ვიზამი.
ძალიან ცხიმიანია, მაგრამ ფანტასტიკაა. უგემრიელესი წვანი აქვს. ნიგვიანი ბადრიჯანი. აი ეს. ისეთია კლასიკური გემო აქვს. გემრიელია, მაგრამ ამაზე ვარ შეშლილი. ფანტასტიკაა. აი, მიახლოებული კერძიც არ მიჭამე არაფერი და ესეც. გავუსინჯოთ აბა თათმის სალათიც. ბავშვობის გამო გამახსენა. ბებია ჩემი აკეთებდა ესეც. ძალიან კაია. ბოსტნეულები იგრძნობა შიგნიდან, ხრაშუნა. ყვავილოვანით გავსინჯოთ, გულით დავწყვეტოთ. გიყვარს ყვავილოვანი? ბევრს არ უყვარს. პაპუკია. ყვავილოვანიც კაია, მე ისევ ძალიან მაინტერესებს. რა ქვია დამავიწყე? ბუღლავას. გემო. რაშა დაიყელე? უცხო ესე გემო. მოკლედ. აქ რომ ახვალთ, რა თქმა უნდა სინჯავთ ლობიანს. რა თქმა უნდა. ბუღლავას, იმიტომ რომ მსგავსი არაფერი გიჭამიათ. ბადრიჯანს, ამ ბადრიჯანს, რითი ბროწეულის წვენით. და ნუ შქმეროს თავის, არა მჭადსაც. არა, ლორსაც პრინციპში. ლორი უნდა გქონდეს ნაჭამი. რა, მე მგონი მე ეს ლორი ზოგადად დიდად არ მიყვარს. რომ ისეთ ხორცი მეყვარს, რა ვქნა, ფაფუკი. დავარგებული ხორცი ფაფუკი არ არის ხოლმე. ისეთია. სხეულიანი. როგორც მირიანი იყო და დამრგვალებული. ვისწავლე. ძალიან არომატული. მშრალი. კარგია. შქმეროს აკვდება. ლაშა, ჩემო ლაშა. მე მინდა რომ ერთი კიდე გავსინჯო ეს. და მე გადადო კამერა და ისე ამოვრო ჩემთან ერთად. ისეთი აიცი როგორია? აი ხა ღვინოსთან ერთად ძალიან მესიამოვნა. აი სნეკი, ყველი რო უხდება ეგრეა. ლუცაც მოუხდება სხვათა შორის. მე და ლაშამ ლობიანები გავაჩანაგეთ. სხვა რაღაცები ძლივს ვჭამეთ. ისეთი გემრიელი იყო ლობიანი, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ყველი დამეჩაგრა, რომელიც აღმოჩნდა უგემრიელესი, ადგილობრივი ნაწარმისგან მიღებთ ყველს და ერთის სხვა ნაწარმსაცო და ნუ აი ამ ლიას მჭადს ხო საერთოდ დააკვდა, იმიტომ რომ მჭადიც უგემრიელესი იყო. იმაზე მინდა კიდე რაჭულ ლორზე ორი სიტყვა ვთქვა. ლაშამ მითხრა შენეთყობა ლორი გასინჯული არ გაქვს, იმიტომ რომ ურბილესიაო სხვებთან შედარებითო. ხო და ესე გამოვასწორე.
ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი საბოლოო ჯამში და ძალიან ისიამოვნებთ ონში მხატვრის სახლში თუ მოხვალთ და თან დარჩებით. ესეც კარგია. რაჭაში ამოსვლისას აუცილებლად დაგეგმეთ მრავალძალის ნახვა, რომელიც რაჭის ყველაზე მაღალი სოფელია 1840 მეტრზეა. ულამაზესი ხედია, დრონის კადრებში უფრო გამოჩნდება, წეღან ლაშამ კადრში ჩამეხადა და კარგად არ ჩანს ჩემს უკან მყინვარები, რომ აი ძალიან ლამაზია. მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესია, მე-10 საუკუნის დროინდელი, თუმცა უმეტეს ნაწილი დანგრეული და მერე აშენებულია, მაგრამ ძველია და გულის ფორმის ტბა, რომელიც დრონში როგორც ჩანს, ცოტა დამშრალია, იმიტომ რომ ინტერნეტში ფოტოებში უფრო ლამაზია. შემოდგომაზეც ვარ აქ ნაყოფი და შემოდგომაზე კიდევ უფრო ზღაპრულია აქაურობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფერია ეს წითელ-ყვითელი ფერები. ხო. ამოდით მრავალძალიც ნახეთ. ხო, სამანქანო გზა ამოდის ძალიან მარტივად. ამბროლაურსა და ონს შორის არის. და კარგი გზა სედანითაც ამოხვალთ. ძალიან მაღალი ხოა და დაახლოებით არ ვიცი 40 წუთი გინდათ მე მგონი ქვემოდან მეტი არის. რაჭის ეპიზოდის გადაღებისთვის გადავწყვიტეთ ამბროლაურში დარჩენა და ვიზუალურად მომეწონა ძალიან საყვარელი საოჯახო სასტუმროა, პატარა კოტეჯებით, ბროწეულები. ხო და ესე გადაღებას არ ვაპირებდით, მაგრამ ისე აღრთოვანდით მე და ლაშა რაც ამ გარემოთი. მასპინძლით, რაც მთავარია, ფარნა ბაკურაძეა ჩვენი მასპინძელი და ძალიან საინტერესო ადამიანია, უგემრიელესი ღვინით გაგვიმასპინძლდა საღამოს გუშინ. ხო და გუშინდელი ამბები ვერ გადავიღეთ, მაგრამ დღევანდელი საუზმე ესე თან გითხარით ამ ადგილის შესახებ და თან საუზმობთ, თავის ხელით მოგვიმზადა საუზმე. ინტერიერი მე ძალიან მიყვარს ესეთი არაერთხელ მithქვამს საინტერესო დეტალები ინტერიერში და ეგეთია ეს ბროწეულები და გარდა ამისა არის ძველი უბანია აქეთ მხარეს იყო ამბროლაური და ზევით არის და გადაყურებს ქალაქს ულამაზესი მზის ჩასვლა იყო გუშინ ძალიან ლამაზი ხო და მოკლედ რაჭაში რო ამოხვალთ, ნახეთ ინტერნეტში ბროწეულები და თქვენ მოიფიქრეთ მე დარჩებით თუ არა ძალიან კარგი გარემო. გემრიელი ლუკმა მოვიტოვეთ რაჭის ეპიზოდის ბოლოს. ეს ადგილი ძალიან ბევრმა ადამიანმა მირჩია და რომ ჩამოვედი რაჭაში ადგილობრივადაც ჩვენმა მასპინძელმა მაგალითად ფარნამ თქვა რომ აი მეცო ყოველთვის ჩემ ტურისტებს რეკომენდაციას უწევს. კესანი არ დამივიწყო, ესე ქვია. ლამაზი სახელი აქვს და რატო ქვია მაგას მოვაყოლებ მე ჩვენ მასპინძელს. საოჯახო ბიზნესია. და მოდი, სანამ მაგ ყველაფერს მოვყვები, დავიწყებ გასინჯვით რა. ძალიან გემრიელად გამოიყურება ყველაფერი და მერე მოგიყვებით. ეს არის რაჭული ლუკმა. ცივად დამუშავებული ლორი, ლობიო, ჯონჯოლი და მჭადი. აბა, ერთი ლუკმაში. ნახოთ. Don't
ძალიან კაი უკმა რაჭულად. ძალიან მაღალია. ძალიან. ლობიო კემრიელი ისეთი. კარგად ამოზელილია, იგრძნობა ლობიოს გემო ბევრია. ისეთ ლორი ნაზად გასდევს. ჯონჯოლი მე ძალიან მიყვარს ლობიოსთან. კადიც გადასარევია კნაწუნა. ოღონდ ისეთი დიდი პორცია. ეს ალბათ ერთი უკმა არ არის. უნდა ვუთხრა მე ცოტა დააპატარაო. ძალიან კაია. რაჭული უკმა შეგიძლიათ გაიზიაროთ კიდეც. ესე იგი. ძალიან საინტერესო კერძი მოხვდა რაჭაში, რომელსაც ასევე გავსინჯავ დამბალ ხაჭა. დანარჩენი ყველაფერი პროდუქტი არის ადგილობრივი, ადგილზე მოყვანილი, ადგილობრივი მეწარმეებისგან ნაყიდი, გარდა დამბალ ხაჭოს. დამბალ ხაჭო ძალიან მიყვარს. პურსაც აქ აცხობენ და შიგნით აქვს სეზამის მარცვლები. ნახე, ლეღვის ჯემი მოყვება. ძალიან მიყვარს მე ყველთან. ლეღვის ჯემი. ჯემი კი არა, ხო, მურაბა, ლეღვი რა. ფანტასტიკური თანხwebdra. ისე უხდება. გემრიელესია. რაღაცა დამბალ ხაჭა ისეთია. არ ვიცი რა აქვს გარეული, მე რა უნდა ვკითხო. არ არის მძაფრი და ფაქტურა ეს კრემოვანი, კაი, სასიამოვნო ფაქტურა აქვს. ძალიან კაია. ეს რაჭული ღვინო უკანის ხედი მეტი რა გინდა ადამიანს ბედნიერებისთვის. ეხლა მე ვსვამ რაჭული ბრენდის იცი რა უფრო სწორედ რაჭული მეღვინეობის ბრენდს არ ვიტყვი, იმიტომ რომ მხოლოდ რაჭული ღვინოებია კესანე არ დამივიწყოს ღვინის მაღაზიაში გასაყიდად და ამიტომ რო არავინ გამოვარჩიოთ, არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან მსუბუქი და კაია, ზაფხულის ღვინოა. ეტყობა კიდეც, ქვევრი არ არის. უხდება აქაურობას. და რაჭულ საჭმელს. კაი, ლობიანზე გადავიდეთ. ტოვებ რაღაცებს, მაგრამ რა ვქნა, იმდენი მაქვს გასასინჯი, ისეთი მენიუ ამირჩია გვანცა. ვაი, რა ვქნა. ქარია. მე ცალ-ცალკე შევჭამ. და მივაყოლო თან ლორი. კაია. თან გემრიელია. ამ რაჭულ ლორს სხვა დავარგებულ ხორცებთან შედარებით, ეს იგი რა ახასიათებს, რას მივხვდით, ცოტა უფრო მაგარია, მყარია და აი ისეთი გემო აქვს, დანამატების გარეშეა, მე მგონი, რაღაცა ის სუფთა ხორცის გემო მოდის და კარგია. ჩემი ფავორიტი, მე მგონი, ლობიანზე მეტად რაჭული ლუკმა, ისეთი კაი კნაწუნა მჭადი აქვს. და ლორი ნაზად. ხო. ფანტასტიკა. ეხლა იცი რას ვიდა? ვაშა. თეფს გამოვცვლი, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს.
ძალიან მოწონთავს სტუმრებს ნადუღი, რომელიც ოდნავ განსხვავებული მეთოდით მზადდება, როგორც ვიცი, როგორც მითხრეს. ნადუღსაც აქვს შიგნით ნიგუზები. რადგან თაფლიც მოყვება, ესე იგი უხდება თაფლიც. ამიტომ დავადოთ თაფლიც და პური. ეს აქროა გამომცხარი. აი პური ძალიან მიყვარს რა და ესეთი რესტორნებისთვის მგონია რომ პატარა ნიუანსი და დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანი რა პური არის ადგილზე გამომცხარი და უნდა იყოს. კარგია. ნადუღს თაფლი როგორ უხდება? ძალიან უხდება. არა და ესე ალმაცერად უყურებდი და ძალიან საინტერესოდ შეზავებული ნადუღია. სხვანაირი გემო აქვს. ცოტა უფრო ცინცხალი გემოები მოაქვს, იმიტომ რომ რაღაცები აქვს ჩაჭრილი ალბათ პიტნა და პიტნის გარდა კიდე სუპერ. მე სუპერ. იმ აზერბაიჯანელი კაცი ვიტყვი. ლაშა. შტატივზე რო შემომიდე კამერა. იმას კი არ ნიშნავს, რომ ტელეფონში უნდა იყო. მე კონტაქტე. ამას ვერ შორდები. არა და ამასაც. ხოდა. ესეც რო გასასინჯი მე. მე ყველაფერს ვაღარ ნადუღს აღარ გავსინჯავ დაფიდან, იმიტომ რომ გავსინჯე ცალკე ნადუღი. მოდი ძალიან ცოტ-ცოტას გავსინჯავ ყველაფერს. იმერეთის ეპიზოდში იმდენი ფხალეული ვჭამე, რომ ერთი თვე ფხალის დანახვა აღარ მინდოდა. სხვათა შორის ჩემთვის აი ფხალი ცოტა ისეთ საჭმელია რა, აი ყოველდღე რო ვერ შეჭამ ჩემი აზრით. თუმცა გიორგი ჟორჟოლაძემ ლია დეიდას გიორგი რას ლაპარაკობა. ცალკე ვჭამო, აი ცალაც რო აქ ნიკოზი მოყრილი, მაგას ჭამს ცალკე. აია. ეს რისია, ლობია? მწვანე? თუ არა? მწვანე ლობია. ძალიან მაგარია. ჩემი ფავორიტია ბულგარული. ბადრიჯანი საინტერესოდაა გაკეთებული. ბულგარული ყველას ძალიან მიყვარს. კაი, პატარა პაუზა. ეხლა ლაშას ვაჭმევ. მე ამ შტატივს გადავუგდებ. და დავიწყებ ძირითადი კერძების გასინჯოს. უნდა აღარ მშია. ეს მინდა კიდე რომ ვჭამ. გადავედით ძირითად კერძებზე, რა თქმა უნდა, შქმერული, რაჭული კერძი, ცნობილი, რომელიც არატრადიციული წესით არის დამზადებული. ნუ მაინც რაჭაში ნაღებით არიციან, უფრო თბილისური ამბავია ნაღებიო, მაგრამ ეს ნაღებით არის და შიშხინით მოვიდა სანამ ლაშამ შტატივზე შემოდო თავის კამერა. არა, არ ცივდება, იმიტომ რომ კეცშია. აბა, დავიწყე. ხაპრული არომატი აქვს ნიურის და ნაღების. აქ უნდა მოვაწო სუბთაპური. უნაზესია წვენი, ნიორი იგრძნობა ისე მძაფრად და ქათამია ძალიან ფაფუკი. მე მგონი ნაღებიანი შქმერული შეიძლება ძალიან არაპოპულარულ რაღაცას ვამბობ, მაგრამ უფრო ჩემია. ძალიან მომეწონა.
ეს პური ესეთი ამოსაწობადაც რო კარგია. ძალიან კარგია რაჭა. რატო გეღიმება? კაი. შემდეგ კერძი არის ნაღებში ქამასოკო, სულგუნით, ესეც ცხელი და თუხთუხა. კარგი ტურისტები. როგორ ვეძახი ტურისტები, კარგი ტურისტები. ვასხვავებ. არხუნა, სულგუნი, it's okay, just feel free. და სოკო. სოკო მიყვარს ძალიან. ცოტა შეს სოკო ისეთი პროდუქტი. ვიღაცებს არ უყვართ. უბრალოდ ბევრს არ უყვარს. აი ხათამი ხო ყველას უყვარს. ცუდი პარალელი ყავ. რა დიდებული. ეს თან ისეთი კერძია, მე მგონი კესანეს საფირმო ამბავია, იმიტომ რომ სხვაგან არ გამისინჯავს ტარხუნით ნაღებით და სულგუნით სოკო კერძზე. ფანტასტიკაა. ახლა რა ვქნა ეს ქათამი ვერ შევიყვარე. შქმერულსაც მირჩევნია. ვიღაცებმა ხელმა ფანტასტიკაა. ტოპების ტოპ კერძი. თან რაღაცა ახალს რო სინჯავ კაია რა. კაი მე სოკოს მივაწვევი. შქმერულს ლაშას დაუტოვებ. და აქაც ამოვაწობ ერთ პურს. და სასწაულ ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არსებობს ცოლი კოური, ცივი, მშრალი, რომელიც აი იდეალურად აჯდება ამ ნაღებიან კერძს ჩემი აზრით. ქალბატონ ლალის მერე ცალკე დაუკრათ ტაში სამზარეულოში და ეხა გვანცა სტუმრებს მიხედავს, კარგ ტურისტებს და მე მოვაყოლოთ ზოგადად საოჯახო ბიზნესი და ამბავი როა და როგორ გააკეთეს და პატარა მაღაზიაც აქვს ღვინის, ეგეც დავთვალიერთ. გვანცა ყრუაშვილი, ჩვენი მასპინძელი, კესანეს დამფუძნებელი, ჩვენთან ერთად არის დესერტზე შემოგვიერთ და მე არ თქვი რაჭაში რო ვართ ამ ეპიზოდში კი გასაგებია ესე ჩააჯდება, მაგრამ სოფელ ხოტევში ვართ, რომელიც ამბროლაურთან არის, ამბროლაურის რაიონი, ხო? კი, ამბროლაურიდან 10 კილომეტრი. კაი, პირველი მომიყევი კესანეზე. კესანე არ დამივიწყო, ხო? პირველ რიგში გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ, იმიტომ რომ როგორც გითხარი, კადრს მიღმა ისეთი მოულოდნელი იყო და ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ რომ ჩვენი კონცეფციის ბიზნესებისთვის მსგავსი აქტივობები არის აი უდიდესი ხელშეწყობა გულწრფელად და მიხარია. წარმატებები მაინც თუ შეგიწყობთ ხელს. წარმატებები აუცილებლად და იმედია კიდევ ბევრი ვიზიტერი გაყოლება ჩვენს და თქვენ აუცილებლად ბევრი მაყურებელი. მადლობა თქვენს. კესანეზე ალბათ პრინციპში ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ძალიან გვინდოდა რაჭაში რაღაც ნაბიჯები გადაგვედგა ტურისტული თვალსაზრისით და არა მხოლოდ ტურისტული თვალსაზრისით პირველ რიგში გვინდოდა რომ მოუბრუნებულიყავით რეგიონში, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოყვებოდა მე და ჩემი ოჯახის წევრებს ის დეფიციტი, რომ ხშირად ვერ ვახერხებდით ჩამოსვლას და მუდმივად ქონდა ეს ბავშვობის ნოსტალგია. ბავშვობის ნოსტალგია და ბებოსთან დაკავშირებული მოგონებები, რაც გქონდა, რაღაცნაირად გავაცოცხლეთ ამ სივრცეში, იმიტომ რომ ჩვენი ბავშვობა, მე და ჩემი ადამ რომ დავფიქრდით, რა სახელი უნდა შეგვერჩია სივრცისთვის, პირველ რიგში გვინდოდა რომ ემოციური კავშირი გქონოდა და ორივეს გაგვახსენდა რომ არ დამივიწყო.
იმიტომ რომ გაზაფხულობით სულ გვიწევდა რომ გვაკრეფინებდა ყვავილებს, რიტუალივით ქონდა რომ ხო და მე არ ვიცოდი რომ ყვავილ კესანეს ქვია ასევე არ დამივიწყო, ხო, ეგ არ ვიცოდი. კი, და მე გადავწყვიტეთ რომ კესანეც დაგვემატებინა სახელისთვის და რაღაცა ცისფერი მთებით ორი სახელი კი გამოგვივიდა, მაგრამ მარტივიც რო იყოს კესანეში მივიდივარ, ამ თვალსაზრისით კესანე ადვილი დასაძახებელია და არ დამივიწყო რაღაც იმას მისტიკას, იდუმალებას და რომანტის სცენას, ასე რომ კაია. ამ სივრცის ლოზუნგად ვაქციეთ, რომ არ დაგვივიწყონ და აუცილებლად ესტუმრონ ჩვენ სივრცეს. მე სანამ ნაყინი დამიდნება ამ დესერტში, უნდა გავსინჯო და შენ მანამდე თქვი დესერტი რა არის. დესერტების ნაწილში შევარჩიეთ ჩვენი ორი დესერტი, ეს არის წანდილი, ტრადიციული წესით დამზადებული წანდილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ჩირების დანამატი, აქვს ნუში, აქვს ნიგოზი და ჩვენს ვარიაციაში დამატებული აქვს ნაყინი და ასევე შევარჩიეთ დედას გამომცხვარი კექსი, კენკრის კექსი და იმედი მაქვს რომ მოგეწონება ჩვენ ამ ნაწილს დღის კექს ვეძახით ხოლმე და როგორც წესი ძალიან უყვართ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. ძალიან გემრიელია. ჩვენ ზოგადად ბავშვობის გემო არის. ბავშვობაში იყო მაინც უფრო ხშირად. რატო ჭამდით ხოლმე უფრო ხშირად? არ ვიცი, ჩემთან აღარ აკეთებ. მე მგონია რომ ტრადიციული ქართული დესერტების ნაწილში ალბათ წანდილი გამორჩეულია. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში გამორჩეულია და მაგიტომ დავამატეთ მენიუში. მაგარი დესერტია. გადავედი კექსზე. ეს დედები სამზარეულოში სხვანაირები არიან. იქით ლია, აქეთ ლალი და სახლური კერძებს აკეთებენ. სახლური გემოებიც იყო ჩვენი მიზანი და ის რომ რაღაცნაირად როგორც ჩვენ გვაქვს აქაურობასთან ემოციური კავშირი და ბმა გვინდა რომ ჩვენთან მოსულ სტუმარსაც კონდეს ის განცდა რომ აი რაღაც სტანდარტულ რესტორანში არ არის სტუმრად არის ოჯახში და რეალურად გვინდა რომ გემოები იქნება თუ რაიმე ისტორიები თუნდაც ჩვენთან დაკავშირებული არის და გვინდა რომ რაღაცით დავამახსოვროთ თავი და გაუჩნდეთ სურვილი რომ კიდევ გვესტუმრონ. მე დამამახსოვრეთ და კიდევ გესტუმრებით. უგემრიელესია. თქვენ გაქვთ ასევე ჩემოსასვლელში ღვინის მაღაზია. რაც კარგია იმ თვალსაზრისით, რომ რაჭაში დაყენებული, რაჭის მარნების ღვინოებია თავმოყრილი, ხო? სხვაგან არის ესე სადმე? ერთ სივრცეში რო თავს უყრიდნენ მეღვინეებს, მგონია რომ რაჭაში არ არის ესეთი სივრცე ამ ეტაპზე. ჩვენი მიზანი იყო რომ ეს სივრცე არ ყოფილიყო მხოლოდ სარესტორნო ხაზი, რასაც ვცდილობთ რომ ნელ-ნელა ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ. გვინდოდა რომ რაღაც მრავალფუნქციური დანიშნულება ჰქონოდა, ამიტომ როგორც უკვე ვახსენეთ, ანუ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას ისედაც პრიორიტეტია ჩვენთვის და ძირითადად უმეტესად და საკმაოდ დიდი რაოდენობით ვყიდულობთ. რაც გონია რომ ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალისთვის და პლუს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და რადგან ჩვენ ვიყოფებით ამბროლაურის რაიონში, ამბროლაური ეს არის რეალურად ხვანჭკარის მიკროზონა და რეალურად აქ ღვინის კულტურა საკმაოდ მაღალ დონეზეა და ვფიქრობ რომ ძალიან მაღალი დონის ღვინოები იწარმოება ჩვენს მეღვინეობებში და პრინციპში რეგიონში საკმაოდ ბევრი მეღვინეობაა. გვინდოდა რომ როგორღაც ერთ სივრცეში მოგვეყარა თავი და ჩვენთან მოსულ სტუმარს განსაკუთრებით უცხოელ ვიზიტორებს რომლებსაც შეიძლება არ აქვთ ინფორმაცია რაჭის ზოგადად კონკრეტულად ჩვენი რეგიონის ტურისტული პოტენციალის და ღვინის მიმართულებით პოტენციალის შესახებ გვინდოდა რომ რაღაცნაირად ერთ სივრცეში ქონოდათ შესაძლებლობა რომ შეეძინათ ადგილზე დაეგემოვნებინათ და მოვახერხეთ ეს რომ ეხლა ყავს 12 მეღვინეობა ამ სეზონზე მიზანია რომ კიდევ 3 მეღვინეობა დაგვემატება და 15 მეღვინეობაზე ავალთ უკვე და მერე იქნებ შემდეგი ეტაპი უკვე იყოს რომ სხვა ტიპის პროდუქცია ვთქვათ თაფლი თუნდაც რაღაც ლორი მეწარმეების შესაბამის პირობებში უბრალოდ შესაბამის პირობები ჭირდება და სივრცეში გვინდა რომ მოვაწყოთ სპეციალური ტერიტორია სადაც შევძლებთ რომ განვათავსოთ პროდუქციაც. ყველი იყო ძალიან გემრიელი იმერული ყველგან. ეტყობა კარგი მეწარმეები ყავთ მაგ ხრივაც, იმიტომ რომ ადგილობრივია გვითხრეს. მეგობრებო, რას თავი არიდარდოთ? გვანცას მამამ, ლაშას, აჭამა, ასვა, მოუარა, კამერა და შტატივზე და ძალიან ბედნიერი დგას კამერის უკან. ხა დესერტსაც დააგემოვნებს, დააყოლებს და ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი გადაღება ექნება. ეგრეა? ჩვენთვის თქვენი სტუმრობა ძალიან დასამახსოვრებელია ნამდვილად და ვიყარია. იმედია რომ ჩვენთან კიდევ დაბრუნდებით. კამერის გარეშე სიმღერა არის ხოლმე აქ ტერასაზე და მოგვინდა ეგრე ჩასხდომა. კი.
კაი, მოდი ღვინის კადრებიც ავიღოთ და მე უკვე წავედით თბილისში დღეს. შაურით დავაგვირგვინებთ, შაურით დავტკბებთ. კადრებით დაგვირგვინებთ. ჩვენი რაჭული ეპიზოდი დასრულდა, შაურის გადაღება გვინდოდა დრონით, მაგრამ დაასხა, ლამაზია ყველაფერი, ბედნიერები ვართ, წვიმაც უხდება აქაურობას. წარდამისველო კამერა!